ბოდიშით მეგობრებო, გაწყდა ინტერნეტ კავშირი და იმედია არ შეგვიშლის ხელს. მოკლედ იმასთან დაკავშირებით მქონდა ლაივი უბრალოდ არ დამცალდა და ხელახლა ვიტყვი იმას ისი თქმაც მინდოდა. ეს დღეები არის, ატეხილი არის ერთი ამბავი, რომ თურმე საქართველოში ბოლტის და არ ვიცი თუ ვოლტის აზრი არა ვარ ამ სერვისების მიტანის სერვისის სამსახურში პაკისტანელები და არაბები მომრავლდნენ თურმე და ქართველების დეფიციტი არის თურმე და იმიტომ რომ თვითონ ადგილობრივი ხალხი ვინც ამ საქმით იყო დაკავებული ავიდნენ თურმე აღარ მუშაობენ და ასე შემდეგ და ისე შემდეგ უცხოელება წართვეს ქართველებს თურმე სამსახური და გამოვიძახოთ კურიერი და მიუთითოთ რომ ისა რა ქვია ქართველმა მოგვიტანოს და ეს არის თურმე პატრიოტიზმი და აი თურმე ამით შეიძლება გადავარჩინოთ ეს ხალხი და ამას მიეცა ისეთი სერიოზული სახე, რომელიც სერიოზული სახეც უკვე პოლიტიკურში გადავიდა რა და ეს პოლიტიკური ინსინუაციების თემა გახდა და ატყდა ისევ ეს ფსევდოპატრიოტული შეძახილები იმ ხალხიდან ვითომ რომ ესეთი პრობლემები ადარდებთ და უი და ქართველები და აი ცოტა დავრჩით და ასე შემდეგ. მომისმინეთ ხალხო ხა ვინმე იდიოტს და ტვინაღრძობს საერთოდ საქართველოში წაკითხulis გააზრების პრობლემაცაა და მოსვენილის გააზრების პრობლემაცაა რო იცოდეთ რა ეს დამტკიცებულია და ამიტომ განმარტავ თავში ვერ ისი თქმა მინდა ვინმეს არ ეგონოს ახლა რომ მე ვამბობდე იმას რომ ქართველი კაცი რო შედის მაღაზიაში რო თავისი ეროვნული პროდუქცია რამე თუ არის ქართული რომ ის არ იყიდოს ან ქართველისგან არ იყიდოს ან რაღაცა ესეთი რაღაცეები პირიქით თუ ადამიანი ხარ პატრიოტი და თუ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ცხოვრების წესში ესეც უნდა გამოიხატებოდეს, რომ ეროვნულ პროდუქციას და ეროვნულ მიმართულებას ყველანაირად დაუჭირო მხარი. არავინ ამას არ ამბობს, პირიქით, მაგრამ რა მაინტერესებს ხალხო, იცით, აი ეს არის ჩვეულებრივი ტიპური პოლიტიკური აფირისტობა. ეს რაღაც ჩელენჯები, რომელიც ასე ვრცელდება ინტერნეტში, გავრცელდა, მოგვარდა ერთი სერიოზული პრობლემა, ეს იქნება, ხვალზე გარავის არ გაახსენდება. ახლა მე მინდა ამ ხალხს ვკითხო რომ გადააჭრელეთ ეს გვერდები ამ ქართველი ბიჭები როდესაც მუშაობდნენ ამ ერთი წლის წინ იყო თუ რაღაცა ამ სერვისთან დაკავშირებით პრობლემები რო ქონდათ აი კურიერებს რა ხელფასებს რო უკლებდნენ და ბონუსებს არ აძლევდნენ და ასე შემდეგ და გაფიცვა ქონდათ გამოცხადებული და ამ გაფიცვაში რომ მონაწილეობდნენ მთელი თბილისის მასშტაბით კურიერები და მხარს უჭერდნენ ერთი მეორეს. მაშინ რომელიმე გამოხვედით და რომელიმე მხარი დაუჭირეთ ამ ხალხს. აი მართლა მაინტერესებს. რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიმე მოძრაობა, რომ იგივე თუ გინდა პროფკავშირები, იგივე ვინმე გამოდით, ვინმე ხმა ამოიღეთ ამ ხალხის გაჭირვებასთან დაკავშირებით, რომ ხმას იღებდნენ? ხო არავინ არ გამოსულხართ. მე არავინ არ მახსოვხართ. ნამდვილად არ მახსოვხართ. არავინ რომ ვინმე მხარში დადგომოდით მაშინ ამ ხალხს. პირიქით ყველა იყავით თქვენი საქმით დაკავებული და გულაობდით და აკეთებდით პოლიტიკანები იქნებოდით თუ ესე შემდეგ. არა თვითონ გემრიელად აგზელებდით ცხოვრებას. ახლა ბიჭო უცებ თურმე ინიციატივაა წამოსული და სასწრაფოდ ყველამ მოგვარდა ეროვნული პრობლემა. ანდა მეორე ახლა გაიგეთ რომ ქართველების დეფიციტი გახდა საქართველოში და ქართველი უკვე ადამიანი საქართველოში ფიზიკურად ვისაც შრომა შეუძლია, უკვე ის სამთლითაა საძებნელი და უცხოელებით და ამით გაივსო საქართველო. ამას რო ამბობდა აგერ დემურგიორ ხელიძემ რო თქვა აღწერასთან დაკავშირებით და როდესაც ეს ქონდა ბლოგი გაკეთებული თუ როგორ იცლებოდა საქართველო და რო ითქვა რომ საქართველოში 1,300,000 ქართველია დარჩენილი, გამოხდით მთელი ეს ზოგზოგი ერთი საყვარაუნულეთი და ერთი წივილ-კივილი ატეხეთ რომ ეს ქოცების გაправება რამენაირად დაგეწყოთ. ვაიმე, ეს ასე არ არის, ეს ტყუილია, ეს როგორ დათვალეს, რა 1,300,000 და კაცმა თქვა გასაგებად, ვისაც პასპორტი კი არა აქვს, ქართული. ვინც ეთნიკურად ქართველია, აღარა საქართველოში დარჩენილია და გადაიჭერით ვენები, რომ არა, რომ რამენაირად ქოცებისთვის გამოგეწმინდა. ახლა გაიგეთ თურმე, რომ ისე ცუდათაა საქმე, ხო? ხო, ასე ცუდათაა საქმე დიდი ხანია, იმიტომ რომ იცლება საქართველოში ქართველს არ დაედგომება. და ეს არ გვარდება ჩემო კარგებო იმით რომ დარეკავს ვიღაცა და მიუთითებს რომ იქ ქართველმა მოუტანოს საჭმელი და ამით ისა რა ქვია პრობლემა აღარ არსებობდეს საქართველოში. ამით არ გვარდება ეს პრობლემა. ეს პრობლემა სხვანაირად გვარდება. და ამ სხვანაირად ამ პრობლემის მოგვარებას ქვია, როდესაც სოციუმი ამოიღებს ხმას სოციალურ გაჭირვებაზე.
და აი თუ აფირისტებით არაა გავსებული საქართველო და თუ ეს ფსევდოპატრიოტული აღტკინებები არაა და წივილკივილი და ჩხივილი არაა, ამ რამოდენიმე კვირის წინ თუ რამოდენიმე თვის არა უფრო რამოდენიმე კვირის წინ, როდესაც მქონდა დაწყებული ისა რა ქვია, ახლაც მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება აგერ თემო ბოკელავაძე, რომ 20 ლარი ხელფასი ქვეყანაში, რომელიც არის მინიმალური ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული შეიცვალოს, ამ დროს ხმა არავინ არ ამოიღეთ. ერთეულების გარდა რა, სადაც 600-700 კაცმა მოაწერა ხელი და ეს ბიჭი დადის სულ მარტო და აგროვებს ამ ხელმოწერებს, რომ 30000 ხელმოწერა შეგროვდეს, რომ საქართველოში ბიჭო მინიმალური ხელფასი 20 ლარი კი არა, 800 ლარი მაინც იყოს და ეს რო ინიციატივა იყო დაწერილი მთელი სუსის სანასეთკეთიდან, მთელი ტროლზაოდი აწივდით და აკივდით 800 ლარი რა არის, უნდა იყოს 2000, 3000 და რო გეტყოდა ადამიანი, აჰა, ფურცელი და მოაწერე ხელი 20 ლარს, ბოლო 800 ლარი ჯობია, ყველა სოროში შეძვერით და ყველა მუდუებივით ჩაიმალეთ. არც ერთ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს, არც ერთ მოძრაობას, არც პროფკავშირებს, არც არავის ვითომ შრომელებზე რო თავსდეთ, ხმა რა მოგიღიათ არაფერს. ახლა თურმე აი ამით აგვარებთ ერის ეროვნულ პრობლემას. მერე ბიჭო მეორე, ეს რო წამოგიჭიმიათ ის რო თურმე პრობლემა არის ის რო ვერ აგებიებთ რა მოაქვთ და როგორ მოაქვთ და ასე შემდეგ. მომისმენთ ერთ წუთი ახლა ერთი ადამიანური თვალით გეკითხებით რა. აი ადამიანური თვალით მინდა დაგანახოთ ეს ყველაფერი. ქართველობა, რომელიც ლამის ჩვენ უკვე დავემგვანებით იმ ქვეყანას, სადაც ეთნიკურად ქართველი ქვეყნის გარეთ უფრო მეტი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში, ასეთი იყო ირლანდია თავის დროზე. და ახლაც ასე არის 70 მილიონი ირლანდიელი ამერიკაში ცხოვრობს, 5 მილიონამდე ძლივს ცხოვრობენ ირლანდიაში. იძულებული რო იყვნენ, რომ გაიქცნენ, აი ამ ერთს რო ვემგვანებით ყველანაირად. ახლა ელემენტარული კითხვა მაქვს აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ როდესაც აი ამ დღეში ვართ ჩავარდნილი და გადმოყრილია მთელი ქართველობა საზღვარგარეთ. ქალიან, კაციან, დიდიან, პატარიანთან რა აქვს მნიშვნელობა. და რო ჩამოდის ქართველი აქ იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს. ხო ქრისტიანები ხართ. ხო ქრისტიანულად და ქრისტიანობას ეროვნება არ გააჩნია. აქ რო არავინ არ პრობლემები რო გააქვს ისედაც ადამიანს ენის გამო რო ვერ მუშაობ, თავს ვერ ირჩენ, ოჯახს ვერ არჩენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ რო კიდე წიხლი დაგაჭიროს, ვინმემ რომ შენ ქართველი ხარ და ამის გამო მუშაობის საშუალება არ მოგეცეს, ეს კარგია? ხო და აბა რაც კარგი არაა და იმ უბედურებას და იმ ჯოჯოხეთს, რასაც გადის ქართველები ემიგრაციაში და რამდენ სიმწარესაც ნახულობს, იგივე რატო გონიათ, რომ თქვენ ქვეყანაში ქრისტიანულია და სწორია. ელემენტარულად ვამბობ ამ ყველაფერს რა, ადამიანურად ვამბობ. ელემენტარული, ახლა ამდენი ემიგრანტი ისმენს და მაინტერესებს ერთი ისე ვინმე რო ასე როცა გექცევათ რომ ქართული არ ვიცი თავი დამანებე წადი მოცილით სამუშაოს ვერ მოგცემ უცხო ქვეყანაში უპატრონო. ხო არის ახლა ის კატეგორია ხალხი საქართველოში შემოსული რომ აი მაგალითად ავღანეთიდან, ერაყიდან მიეც ამ ხალხს საშუალება იმისი რომ საქართველოში უკეთესად იცხოვროს. მე იმას კი არ ვამბობ რომ ეს კარგია. მაგრამ ეს ასე არ გვარდება, ამას ჭირდება მიგრაციის კანონი. მიგრაციის კანონი, რომელზეც ცივილკივილი ჰქონდა, ერთი ამბავი ჰქონდა, ვენებს იჭრიდით. და გვერდში არავინ არ გვეჯექით. არ გვედექით არავინ. იგივე მიწის გაყიდვასთან, იგივე მოსახლეობის გადინებასთან დაკავშირებით, იგივე დემოგრაფიასთან დაკავშირებით. ასეა, თურმე მართალი და ასეა სწორი არა, ასე სწორი ბიძია. და ეს აფირისტობა ღუპავს საერთოდ ჩვენ ერს. და ეს აფირისტობა და სიყალბე. ერთ კვირაში აღარავის გემახსოვრებათ ეს პრობლემა. ივლიან ის პაკისტანელები, ის არაბები ისევ დაარიგებენ იმას. არავის არ გახსენდებათ ეს იმპულსაცია არის, რომელიღაცა პოლიტიკური ერთეულის, რომელსაც სუსი აძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად იცოცხლოს და გამოცოცხლება კონდეს, აი ამ ფორმით გამოხატოს ეროვნულობა. ხო და ახლა ვისაც აქვს ხელში ეს აფარებული ეს ისინი, რა ქვია, ბოლტის კურიერის პატრიოტიზმი. ადექით აგერ და თემო ბოკელავაძეს დაუკავშირდით. გამოართვეთ ესა, რა ქვია, ბლანკები და ჩაწერეთ, რომ საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ 800 ლარი კონდეს ხელფასი და მოაგროვეთ და მიიტანეთ. და დადექით ამ საკითხის გვერდში და შეიტანეთ პარლამენტში და შეცვალეთ. რატო არ გინდათ? ხო ეს ხო არაა რთული. აი ასეთი ყალბი პატრიოტიზმი, აი ასეთი
ცრუ Facebook ლომობა შეხვალ გვერდზე და აქით ჯვარი უდევთ, იქით პატრიარქის სურათი უდევთ, მის სურათი 90% არ უდევს ისე, ვინც ამ ტროლზაოდში მუშაობს და აზიარებენ ამნაირ რამეს, რომ აუ ძირს ეს ყველაფერია გაუშვან, ქართველები დააბრუნონ და ეს მთელი ეს უშიშროების ტროლზაოდის ესა რა ქვია, ქმნილება. ხო? მიწის გაყიდვაზე ხმას არავინ იღებდა. ეს ხალხი. მიგრაციის კანონზე სამუშაო უფლება რო უცხოელებს საქართველოში, სადაც თვითონ სამუშაო კრიზისია და კატასტროფაა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დასაქმების საშუალება რო არ კონდეს საქართველოში გამონაკლისის გარდა, რომელ ქვეყანაში შეგიძლიათ თქვენ ჩახვიდეთ. აქა ვარ მე, აგერ 3 წელიწადია ევროპაში ვარ. და მედი აბა ერთ საფრანგეთში მიადექი ვინმეს და აჰა ქართული პასპორტი და მუშაობა მინდა. წადი ვიძია მოცილდი აქედანო გეტყვია. საქართველოში რარჯულის პასპორტიც გინდათ მოიტანეთ მუშაობა რა პრობლემა. არა პრობლემა ამაზე როგორ შეიძლება ამაზე შევაწუხოთ მთავრობა ამაზე როგორ შეიძლება რაიმე ითქვას პარლამენტში რაიმე კანონი დაინიცირდეს რამე არა Facebook-ზე ჩელენჯი ჩატარდება ბოლტი გამოიძახე ქართულად და ეშველა საქართველოს გადავრჩით აი ასეთი სამარცხვინო საქციელი აი ასეთი არ ვიცი ამას სახელი არ ქვია ესეთ რაღაცეებს რა და მე გამოვლია და ქართველობაზე და იმას დაგიწყებს მე ზუსტად ეს კატეგორია ხალხი ლაპარაკს. სირცხვილია ხალხო ეს. სირცხვილი. ეს არც ქრისტიანულში წერია, ეს არც პატრიოტულში წერია, არც პრობლემის მოგვარებაში წერია, ეს წერია ჩათალახურ ქართულ პოლიტიკანურ სიტუაციაში, რომელიც ჩათალახური ქართული პოლიტიკანური სიტუაციის მთავარი სამიზნე არის ორთქლის გამოშვება. გამოუშვებენ ორთქლს, დაამტკიცებენ თავის პატრიოტის Facebook-ზე გაიზიარებენ ამ იმას და ავიცი, იქაც საკითხავია კიდე რო დარეკავენ, მართლა გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ, ამას ესეც ცოტა ესეთი რთული შესასრულებელი არის, რომ მიუთითო ესეც, რა ვიცი, რაც თვითონაც წარმოიწყოს, მაგრამ ერთი, აი, უშიშროების წამოწყებული საქმე სვეტშია და ტრენდშია. იმის მაგივრად, რომ იყოს იმაზე საუბარი, რომ მინიმალური ხელფასი, მრავალშვილიანობა, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების შეჩერება გამონაკლისის გარდა, ერთეული სპეციალისტების გარდა. ეს იყოს კანონით მოწესრიგებული და ეს იყოს ყველანაირად კანონით გაუმჯობესებული, ამაზე საუბარი არა. ამაზე არა. ეს არავის არ აინტერესებს. ხო და აი ეს არის ჩემი პასუხი ამ ყოველ, იმიტომ ვამბობ ახლა ამ ყველაფერს რამოდენიმესთან კამათი მომივიდა სერიოზულად. სერიოზულად მომივიდა კამათი Facebook-ზე, რომ დავწერე ჩემი პასუხი, კი ბატონო, მეთქი 100-100-ია, მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება მეთქი. აუ შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს და აბა უცხოელმა იაროს მეტი რა უნდა გიქნათ ვიცი ამ უცხოელებმა მეტი რა უნდა გიქნათ ჩამოსახლა ჩაანაცვლა ქართული მოსახლეობა და აგერ 6 მილიარდიანი ისა რა ქვია ინვესტიცია შემოდის აგერ და დებენ და ისა რა ქვია ნახევარი არაბეთი ჩამოსახლდება მე იმაში საქართველოში ალბათ აბა რა ვიცი ქართველებიდან იცლება საქართველოს და ვისასახლებენ ამ ახალაშენებულ რაიონებში მე არ ვიცი კოცები მარტო ვერ დაეტევიან, ამათ თავისი უჯიშო შთამომავლობით და თავისი უჯიშო პარტიით მარტო ვერ მოთავსდებიან იმაში. ხო და ჩემო კარგო, ძალიან კარგად ვიცი ესეთი რაღაცეები როგორ ხდება. შეიძლება ადამიანის ვიღაცა ნორმალური ადამიანის თუნდაც რაღაც პროტესტის სახე იქნას, რომელიც შემდეგ მიიღებს გავრცელებას საზოგადოებაში, მაგრამ როდესაც ამას მხარდაჭერას უწოდებენ პოლიტიკური ფიგურები, ეს არის უკვე პოლიტიკური სპეკულაციის თემა. თემა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. და სინამდვილეში ამ თემას ჭირდება ესეთი მოვლა. არალეგალი ემიგრანტების გადეპორტება საქართველოსდან პირველ რიგში, იმიტომ რომ ასია ეს ნორმალური პროცედურა არის, აქედანაც უამრავ ქართველს ადეპორტებენ, იმიტომ რომ პრობლემები აქვს პასპორტებთან დაკავშირებით. მეორე და მთავარი და ძირითადი ის რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება 20 ლარის მაგივრად იყოს 800 ლარი ან 1000 ლარი კი ბატონო მეტი იყოს არა აქვს პრობლემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სამუშაო უფლების შეჩერება და გამონაკლისის სახით დაშვება და ეს კანონის დონეზე ხდება ეს ყველაფერი და არა ის რა ქვია აი ეს ბაქი ჩელენჯებით იმაზე Facebook-ზე და მას ჭირდება გამოსვლა
აქტივიზმი ჭირდება. და როდესაც უჭირდა იმ შრომელ ხალხს და იმ შრომელ ხალხს მარტო არა, ეგ არა, იმის რა ქვია, ჭიათურის და იმის მუშები. უმუშევრად და ულუკმაპუროდ როტოვებენ. რომელი პოლიტიკოსი მიდის, ერთ და რომელი უდგას, გვერდით. აგერ ახლა დავით ჭაბუკაშვილი იყო წასული და კიდე ქართველთა ერთობის მას ვინც აყალიბებდა, რამოდენიმე ადამიანი იყო ასული და ვინ ერთი რომელი მამოიყეთ, ხმა? ის 3500 ადამიანი უმუშევარი ულუკმაპუროდ რორჩება და გადატრილია მთელი ჭიათურა და დედააკ ნატრიევ, ის არც ერთი პოლიტიკოსის და არც ერთი აქტივისტის და არც ერთი ქართველის პრობლემა არა, ხო? იმიტომ რომ ის ხალხი უმუშევრად რო დარჩებიან, ადგებიან, ისინი ხო წავლიან ემიგრაციაში. აი ეს არის, გაიგეთ? აი ეს Facebook პატრიოტიზმმა და ამ სრულ პატრიოტიზმმა დაღუპა ქვეყანა. და ხალხმა კიდე ამ თაღლითების და აფირისტების ამოცნობის ეს ვეღარ იმასკნა, იცით? და ეს გონიათ, რომ ესაა მართლა სერიოზული, რა ქვია, საქციელი, რომ თუ დარეკავ და არ გამოიძახებ იმას, რა ქვია, უცხო ენოვან იმას, რა ქვია. აი, კაცი. ერთმა ემიგრაციაში არის ქალბატონი 30 წელიწადია ვარო და ჩამიგდო ეს ვიდეო, რომელსაც ესენია აიმასკნებდნენ და 30 წელიწადიაო, მეც მიჭირდაო უცხო ქვეყანაშიო, ენა არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი, კიდე რო წიხლი დაეჭირათ იმის გამო რომ ქართველი ვარ და არ მემუშავაო. ამაზეო მითხარიო რა შეიძლება და რა პასუხი უნდა გაცი ამას? რა პასუხი უნდა გაცი ამ ყველაფერს? ეს პოლიტიკური ესაა, რა ქვია, ქულა, პოლიტიკური საქციელია. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ვინც მასეთი საქციელით ცდილობთ, რომ საქართველო გადაარჩინოთ. და აბა თქვენიც წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ ისე ერთი რაღაცა გაიხსენეთ რა, ეს დიდმა ქრისტიანებმა, რომ თქვენი თანამემამულეები, რომლებიც ქვეყნიდან არიან განდევნილი გაჭირვების გამო, შიმშილის გამო და ღედაღავე მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში ოჯახები შეინახონ, აქაც რო უთხრას ვინმე, რომ შენ ქართველი ხარ და ენა კარგად არ იცი და ამის გამო არ მიგიღებ მე შენ, ვერც თქვენ ვერ გამოგიგზავნია. ეს არა ქრისტიანული საქციელი. არა ქრისტიანული საქციელი და არა სწორი საქციელი. და ამაში ეროვნულობა არ გამოიხატება. ხო, ეროვნულობა სხვა რამეში გამოიხატება. ეროვნულობა გამოიხატება იმაში, რაც ის დღეს ხდება საქართველოში, ისე არ ხდებოდეს. და ამას არეგულირებს კანონი. ამას არეგულირებს საკანონმდებლო ორგანო. აქვს სურვილი, არა აქვს სურვილი. ამაზე არა საქმე. ხო. უნდა მოაგროვო ხელმოწერები მინიმალურ ხელფასზე, უნდა მოაგროვო ხელმოწერები უცხოელთა დასაქმების შესახებ. უნდა წახვიდე და უნდა გამართო აქცია და უნდა ჩააბარო რეგისტრაციაში და უნდა მოითხოვო და უნდა აიძულო რომ ეს გააკეთო. თუ ამის ტრაკი არ აქვს, მაშინ წყალად უნდა იჯდე და ჩუმად უნდა იყოს შენთვის და ამით არ უნდა გაანეიტრალო ეს ყველაფერი. ერთ კვირაში აღარავის გემახსოვრებათ ეს ყველაფერი. Facebook-ს პატრიოტებს თქვენ გეუბნებით ამას. ბევრი მინახია ასეთი და იმიტომ. და უბრალოდ გულის ამრევია ეს ფსევდო ეროვნულობის თამაში, მეტი არაფერი. ეგა. და თუ ვინმეს მართლა გინდათ, რომ აი რაღაცა შეცვალოთ, აგერა, კაცი. აგერა, თემო ბოკელავაძე და აგროვებს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის ცვლილების ემას რა ქვია და მედით ეგრე გამოართვით ფურცლები და მოაგროვეთ ხელმოწერები და მიუტანეთ ამ ბიჭს და დანარჩენს ჩააბარებს იმას და როცა იქნება მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით, მედით და დაესწარით პარლამენტის ხდომას, გამართეთ აქცია და არ იქნება ჩვენიერი ემიგრაციაში წამსვლელი, არ ჩაანაცვლებს ქართველს უცხოელი და ასე შემდეგ. აი, ამდენი პოლიტიკური აფირისტი სად მოიხიკა საქართველოში და ამდენი ფსევდო ეს ეროვნული იდეების მქონე ადამიანები, მე არ ვიცი. აბა თქვენიც წარმატებები არ გამეიძახოთ, კაცო, კარგად მიუთითეთ. არა და საქმე რაშია, იცი ხალხო? საქმე რაშია, იცი? ჩვენი ქვეყანა ცოტა დალაგებული რო იყოს და ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე რო არ იყოს, ასეთ სამუშაოებზე ქართველი ადამიანი თვითონ არ წავიდოდა. როგორც კომუნისტების დროს იყო, რომ იყო პროფესიები, რომელსაც ქართველები არ მუშაობდნენ. და ეს მარტო ქართველებს არ ახასიათებს ასე. აქაც ევროპაშიც, ხო? სხვათა შორის. იგივე საფრანგეთში, იგივე ჰოლანდიაში, იგივე ბელგიაში, იგივე სხვა მდიდარ ქვეყნებში. ადგილობრივი მოსახლეობა, ფრანგი, შავ სამუშაოზე არ მუშაობს. არა აქვს იმის გაჭირვება და იმიტომ.
და იქ მუშაობენ ზუსტად ის არაბები, ის ქართველები, ის რუმინელები, ის ბულგარელები და ასე შემდეგ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია ყველა სოციუმისთვის. არ მოიკლავს ის თავს კირკაზე მუშაობით, როცა შეუძლია ისწავლოს და 10-ჯერ მეტი ქონდეს შემოსავალი. ხო, ასე ხდება ეს. ეს ქართველებს არ მოუგონებიათ. ხო. და საქართველოში რომ მიმტანობა თავის დროზე რომ ვინმესთვის გეთქვა, თავის დროზე აი 80 წლებში რომ ვინმესთვის გეთქვა, რომ აი ასეთი დასაქმების სერვისი არის, რომ წადი და საჭმელი მიუტანი ადამიანს. შეიძლება თავში გადაერთხა. ისე იყო გამაპარტავნებული და ისე იყო გამაყებული და ისე არ ქონდა იმას, რა ქვია, ქართველს, მაგის წარმოდგენა, რომ ქართველი კაცი როგორი მუშაობდა მაგაზე, ახლა მაგით სანატრელი გახდა. ხო? და მაგაზეც ცილაობა მიდის. აბა წარმატებები თქვენიცით, აბა გააგზელეთ პატრიოტიზმი, ღმერთმა ხელი მოგიმართეთ.